დემოკრატია დიქტატურისგან განსხვავდება ხუთი მარკეტით, ხუთი ინსტიტუციით შეიძლება ასე ითქვას. ეს არის ესე იგი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით ფორმირებული პარლამენტისადმი განაშვალებული აღმასრულებელი ხელისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო, კრიტიკული მედია და საზოგადოების თვითორგანიზებული ჯგუფები, ჩვენ რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას ვეძახით. თუ რომელიმე ამ ინსტიტუციას თუ რომელიმე არ არის ან მას შეტევა ხორციელდება, შეიძლება ითქვას, რომ დიქტატურისკენ პირველი ნაბიჯები გადადგმულია. ზოგადად ხელისუფლება მიდრეკილია, რომ გაიმტკიცოს თავის ძალაუფლება და უზურპაცია მოახდინოს ძალაუფლების. ეს ქრესტომატია, ამას მტკიცება ჭირდება და სხვათა შორის რაც არ უნდა კეთილი სამართლიანი გლობალური ომის პარტიის წინააღმდეგ მებრძოლი ოჯახური სიწმინდეების სადარაჯოზე მდგომი გვეგონოს ესათვის ხელისუფლება ცოტა დრო გავა და აუცილებლად დავინახავთ, რომ ის კოშმარად იქცევა მასდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანების მიმართაც კი. ასე რომ ბალანსი საჭიროა, ხერხის შებურკვა ხელისუფლებისთვის აუცილებელია და აქ ველოსიპედის გამოგონება საჭირო არის.